რომ უნდა დავიწყოთ თვითონ ამ კანონის შინაარსიდან. ზოგადად მონაცემთა ბაზა არსებობს, ანუ რას გულისხმობს? თქვენ როდესაც მიდიხართ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, აუცილებლად თქვენ აძლევთ თქვენ პირადობის მოწმობას, ამას აღრიცხავენ, მაგრამ ხელს გაწერინებთ, რომ თანახმახართ მომსახურების მიღებაზე და ეს ყველაფერი გატარებულია. ჯანდაცვის სამინისტროს ეს სიები, რა თქმა უნდა, აქვს, იმიტომ რომ დაწესებულებებში, რომელშიც გაეწევათ ამ ადამიანებს მომსახურება სახელმწიფო პროგრამაში ვინც არის, ხო, იგივე მეტადონის ჩანაცვლებით პროგრამა თუ ფსიქიატრიული მომსახურება, ანგარიშგება ესე ხდება ხოლმე, რომ ყოველი თვის ბოლოს დაწესებულებები უგზავნიან სიებს თავისი პირადობის მოწმობების მონაცემებით, ყველა სამედიცინო სერვისი ესე მუშაობს, რასაც სახელმწიფო ფარავს, შენ უნდა წარადგინო შესრულებული სამუშაო და დაასაბუთო, რომ კონკრეტულ ადამიანებს გაუწია მომსახურება და მე ამით ხდება შენი ფინანსური ანაზღაურება. ოღონდ და კიდევ ბევრი სხვა მონაცემიც არის საჭირო ხოლმე რომ შეგროვდეს და ჩვენ სულ ამას პირიქით სპეციალისტები ვამბობთ რომ ძალიან საჭიროა ეს მონაცემები, მაგრამ ეს მონაცემები უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის ხელმისაწვდომი და უნდა იყოს თქვათ დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის, იმიტომ კი არა რომ ვიღაცა დასაჯონ, იქ რაღაცა აკრძალვები აკეთონ. არამედ ეს არის იმის რომ შეისწავლონ ქვეყანაში არსებული ვითარება რა, გამოწვევებია რა, პრობლემებია როგორი მიმართვიანობა, როგორი ხარისხით იღებენ ადამიანები მომსახურებას და ასე შემდეგ. ანუ მე იმის თქვა მინდა რომ მონაცემების შეგროვებაზე აქ არავინ არ დაობს. აქ პრობლემა ის არის, რომ კანონი აკანონებს იმას, რომ ეს ამ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ანუ იმ უწყებას ჯერთის ჯანდაცვის სამინისტროშიც ეს ძალიან კონფიდენციალური უნდა იყოს, როდესაც შენ ამ მონაცემებს აგროვებ და ანალიზს უკეთებ. აქ სულ ამაზე იყო ლაპარაკი, ჩვენ არაერთხელ გვიმუშავია ამ თემაზე და სულ ამაზე იყო საუბარი, რომ ეს უნდა იყოს უკიდურესად კონფიდენციალური და თუ რაიმეს დამუშავება ხდება, უნდა ხდება ხდებოდეს იმ მიმართულებით, რომ გააუმჯობესო ჯანდაცვის მომსახურება და არა პირიქით ვიღაცა დასაჯო იმის გამო, რომ მან რაიმე სამედიცინო მომსახურება მიიღო. ეხლა ეს წინააღმდეგობაში ნახეთ რამდენი რაღაცასთან მოდის. ეს კანონი, რომელიც მიიღეს, მე არ ვიცი შეიძლება ამ პერიოდში კიდე ყველაფერი შეცვალეს, იმიტომ რომ არის კიდე სხვა კანონები, მაგალითად მომსახურების, ჯანმრთელობის მომსახურების კანონი ზოგადი და ასევე არის ფსიქიატრიული მომსახურების კანონი, რომელიც გეუბნება, რომ შენ უნდა ინარჩუნო კონფიდენციალობა და აი მაგალითად როდესაც ჩვენ პაციენტთან დაკავშირებთ რაღაცა პრობლემა არსებობდა ხოლმე, თუ ეს არ იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ ეს არ იყოს სპეციალური მომართვა, თუ არ იყოს დასაბუთებული, ესე ვთქვათ, რომ საჭიროებდა რაღაცის გამო საქმე, ანუ ადვოკატი თუ მოგმართავდა და უფრო პაციენტის ესე ვთქვათ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე იყო საჭირო ამ ინფორმაციის გაცემა, მხოლოდ ამის შემდეგ დაწესებულება გასცემდა ამ ინფორმაციას. ახლა უკვე ესეთი ნებართვები საჭირო აღარ იქნება, ანუ ნებისმიერ დროს, როდესაც ვისაც ეს ვთქვათ, ვინც ჩაითვლება, ну შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვიღაც კაპიტანი, არის ვიღაც ოფიცერი, შევა და თავისი ნებით გადაამოწმოს უპრობლემოდ, ეს ამ ადამიანს აქვს თუ არა მიღებული მომსახურება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ძირითადად მაინც ეხლა ამ წუთას როგორ მოხდება ეს თავშთა რაღაც სურათი რომ წარმოვიდგინოთ ხო? არსებობს ელექტრონული სისტემა, რომელშიც ახლა უბრალოდ ძირითადად ჯერჯერობით ამ ელექტრონულ სისტემაში სავალდებულო მონაცემები შეყავთ სახელმწიფო პროგრამაზე მომუშავე დაწესებულებს. აი როდესაც ჩემთან მოწ ამბულატორიაში თუ მოვიდა პაციენტი, მე რომ გავატარებ პაციენტი, არის ესეთი პროგრამა, ელექტრონული პროგრამა, რომელშიც შემყავს ყველა მონაცემი. ეს არის ერთიანი ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ამ ბაზის საფუძველზე ამ რამდენი კაცს გაუწია მომსახურება, რა ტიპის მომსახურება, მერე თვის ბოლოს ხდება ხოლმე ანაზღაურება. მაგრამ ეს არის დახურული სისტემა. ეს არის უკიდურესად კონფიდენციალური. უნდა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში ეს არის ყველა განვითარებად ქვეყანაში ესეა და ჩვენთანაც არის, ხო ეს ამას ვამბობ, რომ კანონი არეგულირებს ამას, რომ ხელმისაწვდომობა ამ სისტემაზე და ამ მონაცემებზე აქვს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ან სპეციალურ, ვთქვათ, ისიც
ვინც ყველას არა, ვინც ეს უნდა გამოიყენოს მხოლოდ რაღაცა კონკრეტული სამედიცინო მიზნებისთვის. მეორე კანონი გვაქვს ჩვენ დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონი. მე არ ვიცი, შეიძლება ესეც შეიცვალა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს კანონი 2014 წელს იყო დამტკიცებული, სადაც ძალიან ესე აშკარა წერია, შავით თეთრზე წერია, რომ არ შეიძლება ადამიანი რაიმე ნიშნით და მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით იყოს გამოყოფილი და მას რაღაცები ებრძალებდეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს დიაგნოზი. ეს არის კანონი, რომელიც მე მგონი კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი, ყოველ შემთხვევაში ეს თანაბარ უფლებიანობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ შეიცვალა. რატო ეს არის აუცილებელი პირობა? იცით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც, ყოველ შემთხვევაში ვიყავით ქვეყანა, რომელსაც ხელი გვაქვს მოწერილი და რატიფიცირებული გვაქვს ძალიან ბევრი საერთაშორისო კონვენციები, ადამიანის უფლებების კანონები და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფსიქიატრია და თქვენ იცით, რომ არსებობს ეს სადამსჯელო ფსიქიატრია, ეს ჩემი მოგონილი ტერმინი არ არის, სადამსჯელო ფსიქიატრია, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ადამიანის საწინააღმდეგოდ, იმიტომ ქვია სადამსჯელო ფსიქიატრია, რომ ფსიქიატრია გამოიყენება დასჯისთვის, ადამიანის უფლებების ჩამორთმევისთვის, ხო და უამრავი თქვა რაღაცა ესეთი შეზღუდვების, ანუ დისკრიმინაციისთვის, რაც ყოველ წარმოუდგენელია ნორმალურ განვითარებულ საზოგადოებაში, რაიმე ნიშნის თვალის ფერის, კანის ფერის, დაავადების დიაგნოზი და ასე შემდეგ ადამიანებს დისკრიმინაცია არ შეიძლება. და კანონს რა ქვია? კანონს ქვია ესე, რომ კანონის სულისკვეთება რა არის, რომ ადამიანების საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაიცვას. ანუ კანონშივე უკვე ჩადებულია ის, რომ ადამიანს, რომელსაც მიუმართავს ფსიქიატრული დაწესებულებისთვის და მიუღია ფსიქიატრული მომსახურება, საფრთხის შემცველია და იქვე ამბობენ, რომ ამის საფუძველზე რაღაცები უნდა აეკრძალოს. და ნუ რა თქმა უნდა, ხა ამით манипуლირება ძალიან მარტივია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანს, რომელსაც არანაირი შეხება, ნუ ყოველ შემთხვევაში გონია, რომ არ აქვს შეხება ფსიქიატრულ დიაგნოზებთან, რო კითხოთ, რომ უნდა ქონდეთ ამ ადამიანს მართვის უფლება, მანქანის მართვის უფლება, ნუ მით უმეტეს იარაღის ტარების უფლება, თუ გეტყვით, რომ არა, ხო? ხო, სხვათა შორის, აი ქალბატონი ოლგას პოსტი ედო ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს და იმის ქვეშ ვკითხულობდი სწორედ მაგ ფინალის კომენტარებს, რომ აი ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანს ხო აი არც უნდა ჰქონდეს არც მართვის მოწმობა, არც იარაღის ტარების უფლება და ასე შემდეგ, ხო და აი ეს რამდენად რელევანტურია? კი ბატონო, მაშინ მე დაგისვამ კითხვას. იგივე აი თუნდაც მაგალითად აი ნარკომომხმარებელი ავიღოთ ან ალკოჰოლიზმით დაავადებული, ხო? აი რატომ არ შეიძლება ამ ადამიანს ჰქონდეს მაგალითად მართვის, მე ვერ ვგებულობ მოწმობა, იმიტომ რომ რა ვიცი, შეიძლება საერთოდ არ იყო არც ნარკოტიკ დამოკიდებული, არც ალკოჰოლ დამოკიდებული, მაგრამ არაფხიზელ მდგომარეობაში ისე დაჯდე საჭესთან, ხო? თუ სხვების უსაფრთხოებაზე გვაქვს საუბარი და ამის ძალიან ბევრი სამწუხარო შემთხვევა არსებობს, ხო? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში პირველი ეს არგუმენტი აღმოვაჩინე ჩემს თავში, რატომ უნდა წავართოთ იმ ადამიანებს იმის უფლება, რადგან ისინი მკურნალობენ და ამას უყურებენ როგორც პრობლემას, ხო? კი ბატონო, ძალიან სწორი ამოსავალი წერტილია და ოლგამაც ახსენა ეს ამბავი, რომ თუ შენ შეგნებულად უდგები შენ პრობლემას და ცდილობ, რომ უმკურნალო იყო რემისიაში, რაღაცა აქცევ ამას ყურადღებას, ბევრად ნაკლებია საფრთხე, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც არ აკითხავს ამ დაწესებულებებს, საერთოდ არ თვლის, რომ პრობლემა აქვს და ბევრად უფრო საშიშია. მაგრამ საშიშროებას, იცით, ახლა რა მინდა ვთქვა, რომ ეს დაახლოებით იცით როგორი მიდგომაა, რომ ესეთი გამოთქმა არსებობს, რომ საუკეთესო საშუალება ქერტლისგან არის თავის მოკვეთა, ხო? ნუ თავი თუ არა გაქვს, ნუ აღარც ესე ქერტლი გექნება, აღარ ჩაკიკი. აქ ლაპარაკი აკრძალვაზე კი არ უნდა იყოს. მე რომ დღეს მჭირდება იარაღი, აი დღეს მე რომ მჭირდება იარაღი და რომ მივდივარ, არ ვარ მე არანაირ რეესტრში არა ვარ, ხო? მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს უკვე მიხსნის მე ხელფეხს, რომ უნდა წავიდე და ავიღო იარაღი. იარაღს სჭირდება ნებართვა. კი ბატონო, არა. აი ნებართვის გაცემის საფუძველზე უნდა ხდებოდეს და არა აკრძალვის საფუძველზე. სწორედ ეს თქვა ოლგამ, რომ მე შეაფასე ჩემი მდგომარეობა, შეაფასე, იქნებ 14 წელი მე რემისიაში
ვარ და ეხლა ქალბატონი ოლგა არის ძალიან საერთაშორისო ძალიან დიდი ორგანიზაციების ხელმძღვანელია წლების მანძილზე ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს ის საქმეები რაც მას აქვს გაკეთებული ძალიან ცოტა ადამიანს დიაგნოზის გარეშე აქვს გაკეთებული ხო და შემაფასე ხო იმიტომ რომ შენ ჩათვალე რომ მე დიაგნოზი მაქვს ამიტომ მე რაღაცის უფლებას მართმევ აი ეს არის არასწორი მე არ ვამბობ იმას რომ თუ მწვავე მდგომარეობა თუ ადამიანი გადამულაცვავს ხო ინდივიდუალურად უნდა შეაფასო მდგომარეობა და ნებართვა გასცე და არა ტოტალურად აკრძალო ეხლა ამას რა საფრთხე აქვს ერთი რომ ნუ კარგით ეხლა ჯერთი იარაღი მართლა ესეთ განსაკუთრებულ შემთხვევაში ვიღაცა სჭირდება უნდა დაასაბუთოს იარაღს ხ მარტის მოწყობასავით მარტივად ხო ვერ იქნებ ხო რა თქმა უნდა და ეს აუცილებლად უნდა შეფასდეს ასევე წესი და კანონით ეხლა მე მანქანის მოწყობა მაგალითად 23 წლის ასაკში მაქვს აღებული მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ დღეს მე აღარავინ არ მომოწყობს მაგრამ ნუ დავბერდი ყურს და აუცილებელია ფსიქიატრული პრობლემა მქონდეს არ ვარ იმ რეესში მაგრამ თვალს დამაკდა ყურს დამაკდა რეაქციები მომიდუნდა ხო წესი და კანონით ყველაფერს უნდა ქონდეს თავზე ნებართვის პირობები და არა აკრძალვები რაღაცის გამო იმიტომ რომ შენ ან ასაკი მოგიწია სხვა შორის ესე შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს რომ თქვა 70 წლის მერე მანქანის საჭე მართვის მოწყობა აღარ უნდა გაიცეს ხო ან რაღაცა მსგავსი და ხო ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს ნებართვების გაცემა ეს სულ სხვა საკითხია და ნორმალურ ქვეყანაში ეს უნდა რეგულირდებოდეს შესაბამისი ადეკვატური პარამეტრებით და ხდებოდა შეფასება. არავინ არ ამბობს რომ ესე განურჩევლად ყველაფრის ნებართვა უნდა მიეცეს, მაგრამ უამრავი სხვა პრობლემა არის. აი კითხავთ უბრალოდ, ხო? აი ვიც ამბობს რომ ფსიქიკური აშლილობა. მაგალითად თუ გაქვთ ბულიმია. ბულიმია არის ძალიან ესეთი სერიოზული ფსიქიკური აშლილობა. ყვებითი აშლილობა. როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანისთვის უფრო საშიშია მართვის მოწყობის მიცემა თუ ადამიანისთვის, რომელსაც აქვს ფიცხი ხასიათი, ან იმპულსური ხასიათი, ხო? ხასიათის მაშინ ანუ ადეკვატური უნდა იყოს, რაღაცის ადეკვატური უნდა იყოს, ხო? ასევე მინდა კითხოთ ქალბატონო, აი მიმართვიანობის ნაწილშიც ასევე იქნება თუ არა პრობლემები და რას გულისხმობ? აი ჩემი დაკვირვებით განსაკუთრებით ბოლო წლებში ეს არ ვარ ხა დიდი ასაკით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემის გარშემო განწყობებით ხვდები ხოლმე რაღაცების მიმართ დამოკიდებულებებს და აი ბოლო პერიოდში თუნდაც აი რაღაც მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისე ვთქვათ პოზიტიურ კონტექსტში ტრენდადაც იქცა ძალიან ბევრი პლატფორმა ეთმობა ამაზე საუბარს ძალიან მომწონს ის რომ მათ შორის ადამიანები არ უშინდებიან როდესაც საუბრობენ ღიად თამამად ამ პრობლემებზე და რაღაცა თუ ფსიქოლოგთან დადიხარ ამ ფსიქიატრთან ეს არ ნიშნავს აი კიდევ ერთხელ ვიტყვი რაც იყო ეს დამახინჯებულად რომ აი მე ის გაგიჟდა ან ის გიჟია ხო რაღაც ესეთ სახელებს ეს მე არ მომიგონია ბევრისგან მოგვისმენია ალბათ სავარაუდოდ აი ამ კუთხით გადავაწყდებით თუ არა პრობლემასაც მართვიანობის ნაწილშიც, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ამ ბაზაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც რაღაც პრობლემა აქვს უფრო სუბუქად დაუშვათ, ხო? ეხლა მაგალითად, კი მესმის, რომ ყველანაირი პრობლემა სჭირდება ყურადღება და მიხედვა, მაგრამ ალბათ იქაც არის თქვენ ეხლა იქი მიბრძანდებით უფრო მეტად იცით, რაღაცა მასშტაბები, ხო? ვიღაცას უფრო ძიმე მიმართულებით აქვს და ძიმე ფორმები, ვიღაცა შეიძლება უფრო სუბუქად და ასე შემდეგ. ხო, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ესე უბრალოდ დიაგნოზების მიხედვით არ არის მსუბუქი მძიმე, შეიძლება ყვებითი აშლილობის გამო გარდაიცვალოს ადამიანი და პარანოიდული შიზოფრენიით პაციენტი იყოს ძალიან წარმატებული, ხო? ამის მაგალითი არის ოლგა, რომელსაც დღეს ახლა ელაპარაკა. ასე რომ დიაგნოზების მიხედვით არ არის მწვავე და თვითონვე მდგომარეობა შეიძლება იყოს ძალიან მწვავე მდგომარეობა და რეზისტენტული, მით უმეტეს თუ არ არის მიხედული, თუ არ არის მკურნალობა და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება მკურნალობას და მიმართვიანობას ეს რეესტრი რეალურად შედგება პირველ რიგში იმ ადამიანების ის იქნება სია, ვინც სარგებლობს სახელმწიფო მომსახურებით. აი ვინც მიდის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებში არის ჩართული. ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ აკითხავენ ამ დაწესებულებებს, იმიტომ რომ უსახსრობის გამო, ხო? და კიდე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ფსიქიკური აშლილობებისა, უბრალოდ ძალიან დიდი, უფრო მეტი ნაწილი
საერთოდ არ იფარება სახელმწიფო პროგრამით. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ასეთ სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლისთვისაც პრობლემა კერძოდ მივიდეს ექიმთან, გადაიხადოს, იქ მერე წავიდეს წამალი იყიდოს, ხო, ურჩევნია რომ მიაკითხოს აი ასეთ სახელმწიფო პროგრამის გამტარებელ ამბულატორიას, იქ ავიდეს აღრიცხვაზე, მას მოარგებენ ესე ვთქვათ. ნუ ეს პრაქტიკაც ახლა რომ ადამიანს გინდა რომ დაეხმარო, ხო? მოარგებენ რაღაც დიაგნოზს, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რომ ქონდეს გარანტირებულად თვეში ერთხელ კონსულტაცია და რაღაც მინიმალური რაოდენობა მედიკამენტი. ამიტომ რეალურად ამ რეესტრში ხდება ყველაზე მოწყვლადი ნაწილი მოსახლეობის. ადამიანებს, რომელსაც შეუძლიათ ცოტა უფრო მეტი თანხის გადახდა ამაში, ისინი დადიან კერძოდ, ჯერჯერობით კერძო ექიმებისთვის ეს ვალდებულება არ ყოფილა მაინც და მაინც, რომ შენ უნდა გადასცე ეს მონაცემები. მე არ ვიცი, ალბათ ეხლა ამასაც გაამკაცრებენ, რომ კერძო პაციენტები. თუ ესე იქნება, მაშინ კერძო ექიმებიც ჩუმად მიიღებენ პაციენტებს, ანუ ესე კი არ იმას იზავენ, გააფორმებენ, რომ იქიდან რაღაცა 20% გადაუხადოს სახელმწიფო შემოსავლის და ასე შემდეგ. არა, ამასაც დამალავენ და როგორც საბჭოთა პერიოდში იყო ყველაფერი, ხა თქვენ არ გახსოვთ და ყველაფერი კეთდებოდა სახლში. აბორტებს აკეთებდა ხალხი სახლში და ოპერაციებს აკეთებდნენ სახლში. ნუ იმდენად ყველაფერი შეზღუდული იყო. რაღაცას რო ზღუდა, მოსახლეობა ნახულობს რაღაცა გზებს და რაც ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდება. იმიტომ რომ ამის ხარისხს ვერ გააკონტროლებ, ვერ ნახავ ვინ არის მართლა ექიმი თუ არა ექიმი, მართლა ექიმბართან მივა, პროფესიონალთან მივა და ასე შემდეგ. დაზარალდება დარგი და დაზარალდება თვითონ ადამიანი. ასე მინდა კითხო ქაბატონაკა, ზოგადად ისედაც არ ვიცი შეიძლება რაღაც ძალიან სისულელეს კითხულობ, მაგრამ ანუ სახელმწიფოს რამდენად აქვს უფლება, რომ იცოდეს მათ შორის ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, რა ტიპის სერვისსაც არ უნდა ვსარგებლობდე კერძოთი თუ მათ შორის სახელმწიფოთი, თუ ეს არ მოდის რაღაცა ჩემი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ მე თუ არ მჭირდება ანუ სახელმწიფოს რატო უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, მე ეს რამდენად არის ზოგადად ეთიკური თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით. არანაირად ეთიკური არ არის და ეს კანონში გვიწერია, ჩვენ მარტო ფსიქიატრის კანონში კი არ გვიწერია, სამედიცინო მომსახურების კანონში გვიწერია, რომ ის კი არა რომ ფსიქიატრმა რო გაგიწიათ მომსახურება, ნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემის გამო რომ მიიღეთ მომსახურება, ამის აბა რა თქმა უნდა, ხო? საერთოდ შეიძლება სულ არ გინდოდეს, რომ ვიღაცა მიცოდეს, რომ სიმსივნე გაქვს, ამ კერდი გაქვს მოკვეთილი და ასე შემდეგ, ხო რა? არანაირი სამედიცინო მომსახურება არ შეიძლება იყოს არაკონფიდენციალური. ეს უკიდურესად არაეთიკურია. ჩვენ როცა სამედიცინო ეთიკაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეთიკაში არის კონფიდენციალობა. რომ მე უნდა გარანტია მქონდეს, მე რომ მომსახურება მივიღე და მოვედი დაწესებულებაში, მე უნდა მქონდეს იმის გარანტია, რომ ვიღაცა ამას არ წამომაძახებს და რაღაცის ჩემს საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებს. ხო? წინააღმდეგ შემთხვევაში წავალ და აი რასაც ვამბობ, ჩუმად საბჭოთა პერიოდში რო იყო, სახლებში აკეთებდნენ ძალიან საშიშ პროცედურებს და ადამიანები კვდებოდნენ ამის გამო. მაშინ რისთვის შეიძლება ეს ჭირდებოდეს სახელმწიფოს, როგორც ცნობილია რუსეთში აქვთ ასეთი ბაზას. აი რისთვის შეიძლება ეს გამოიყენონ? ამას იცით რატო გკითხულობ? სხვათა შორის ბოლო შემთხვევები თუ დავაკვირდებით დაკავებებს სამოქალაქო აქტივისტებს და შემდეგ, აი ფსიქიკური ჯანმრთელობის ხაზს ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე და გამახსენდა ახლა ნინო დათაშვილის შემთხვევა, რომელიც იძულებით გადაჰყავდათ მართლა სამკურნალოდ. ხო, აი ეს არის და რამდენად შეიძლება ეს დაუშვათ, რომ პოლიტიკური ინტერესი იდოს სწორედ აი ამ ბაზაშიც. კი ბატონო, პოლიტიკური ინტერესი და ზოგადად ადამიანზე ძალადობის, იმიტომ რომ ესეთი სისტემა არის ძალადობრივი სისტემა. ეს სისტემა მაქსიმალურად ცდილობს თავისი კანონმდებლობა და ნებისმიერი მექანიზმები ამუშავოს იმდაგვარად, რომ ადამიანი დათრგუნოს, რომ თავისუფლება რაც შეიძლება შეუზღუდოს და ჩვენ ხედავთ, ხო, ჯერ კანონმდებლობით დაიწყეს. ახლა კანონმდებლობა რა არის? პრობლემა შეექმნათ, იქ უნდა მოიყვანონ ცრუმოწმეები, რაღაცა ჩანაწერები აკეთონ, ხო? მთელი ამბავი უნდა შექმნან, რომ ადამიანი დაიჭირონ და მერე მიუსაჯონ 5 დღე თუ 1 წელი და ასე შემდეგ. აქ ნახეთ რა მარტივია, მე ვიტყვი, რომ უსაფრთხოება არის, მოსახლეობის უსაფრთხოებაა, ვზრუნავ იმითი, რომ მე ვიღაცები რომ აქ იყრიბებიან და მიპროტესტებენ რაღაცებს, ესენი არღვევენ მოსახლეობის უსაფრთხოებას და მე რეესტრში წავალ და გადავამოწმებ, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც თუ
თურმე ფსიქიატრთან არიან ამკურნალები, მოვკიდებ ამათ ხელს და გავამწესებ ხონში. ძალიან ეს იყო ეს არის საბჭოთა ფსიქიატრია. აი ნავადვორსკაია რო არის პლაკატი რო გაიკეთა 68 წელს ტანკები შევიდნენ ჩეხეთში, ჩეხოსლოვაკიაში გააპროტესტა. დიახ. კი ბატონო